დღეს იტალიიდან დანიაში, უფრო სწორად დანიის ერთ-ერთ რეგიონში გადავინაცვლებთ და ფარერის კუნძულების დახასიათებას დავიწყებთ. ფარერის კუნძულები წარმოადგენს კუნძულთა ჯგუფს და ავტონომიურ რეგიონს ჩრდილო ატლანტის ოკეანეში, ისლანდიასა და შოტლანდიის კუნძულებს შორის. კუნძულთა ჯგუფი შეადგენს 18-მდე დასახლებულ და მრავალ დაუსახლებელ კუნძულსა და რიფს. მისი დედაქალაქია ტორშავნი კუნძულ სტეიმორზე. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 55,000, რომელთაგან ნახევარი ცხოვრობს დედაქალაქ ტორშავნში. ფარერების სახელი პირველად ჩნდება 1225 წელს, რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც ცხრების კუნძული. ფარერების კუნძულების ლანდშაფტი უხეშია ციცაბო კლდეებით, ბალახიანი ქედებით და ძალიან ცოტა ხეებით. არქიპელაგში ხეს თუ ვნახავთ, ის მხოლოდ ხელოვნურად არის დარგული. სუბალპური ოკეანური კლიმატი არის ქარიანი, მოღრუბლული და გრილი. ჩრდილოეთის კლიმატის მიუხედავად ტემპერატურა ზომიერია. კუნძულები განიცდიან მუდმივ ბინძს ზაფხულის ღამეებში და ძალიან მოკლე ზამთრის დღეებში. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი ადგილია და აქ წელიწადში 280 დღე წვიმს, თუმცა ნალექი ხანმოკლეა, ამიტომ ფარერის კუნძულებზე პოპულარული გამონათქვამია, თუ ამინდი არ მოგწონს, დაელოდე კიდევ 5 წუთი. ფარერებზე წვიმის და ქარის ადგილს გვიჩვენებს ის ფაქტი, რომ ფარელული ენა იძლევა შესაძლებლობას დავახასიათოთ წვიმა 250-მდე სიტყვით, ქარი კი 350-მდე სიტყვით. სანამ ფარერების ხელისუფლების ორგანოებს მიმოვიხილავთ, ფიქრობ მსმენელისათვის საინტერესო იქნება რამოდენიმე სიტყვით ვთქვათ იმ ფაქტების შესახებ, რომლითაც ფარერები გამოირჩევა სხვა ტერიტორიებისაგან. დავიწყოთ იმით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უყვარს ფეხბურთი, არის სტადიონები დიდ ქალაქებში და ამ დიდ ქალაქებში იგულისხმება ქალაქი 1000 კაცზე მეტი მოსახლით. ყავთ საკუთარი გუნდები, ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ გუნდებში თამაშობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიით არიან მეთევზეები, მცხოვრები, მძღოლები და ასე შემდეგ. ფარერების შესახებ საინტერესო ფაქტებს შორის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუნძულებზე ცხვარი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი. კერძოდ, კუნძულებზე დაახლოებით 70,000 ცხვარი ცხოვრობს. ფარერებზე ცხვრის მნიშვნელობა და მათი სიმრავლე ჩანს იქედანაც, რომ იქ არსებობს პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც მხოლოდ ცხვრის ავტოავარიებზე მუშაობს და არსებობს ასევე სპეციალური მანქანის დაზღვევაც კი ავტოავარიებზე, რომელიც ცხვრის გამო მოხდა. ცხვრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ როგორც ვიცით, ფარერების გერბზე სწორედ ცხვარი არის გამოსახული. ფარერებს აქვს ფართობის საკუთარი უნიკალური ზომა, მორკი, რაც ნიშნავს ტერიტორიას, რომელსაც შეუძლია 32 ცხვრის გამოკვება. ეს არ არის ფიქსირებული საზომი და დამოკიდებულია რელიეფზე და ნიადაგის ნაყოფიერებაზე. ფარერის კუნძულებს აქვს ეროვნული ავიაკომპანია Atlantic Airways-ი 4 თვითმფრინავით და 2 შროუმფრენით. ყოველდღიური პირდაპირი ფრენები კოპენჰაგენიდან ყველაზე გავრცელებული მარშრუტია ფარერის კუნძულებზე. ფარერის კუნძულებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ფარერის კუნძულებზე არსებული მსოფლიოში პირველი წყალქვეშა წრიული მოძრაობა. წყალქვეშა გვირაბის ქსელი გაიხსნა 2020 წლის 19 დეკემბერს 4 წლიანი მშენებლობის შემდეგ. ახალი გიგანტური წყალქვეშა შემოვლითი გზა მედუზა ტურისტების ერთ-ერთი მთავარი ატრაქციაცაა. ეს არის ინჟინერიის საოცრების ნაწილი, რომელიც შეიცავს მსოფლიოში პირველ წყალქვეშა წრიულ გზას, განათებულს ზღვის ლურჯი ცენტრალური სვეტით, რომელიც მორთულია ფარერელი მხატვრის ტრონდურ პატურსონის მიერ. 11 კილომეტრის სიგრძის მქონე წყალქვეშა გვირაბის ქსელი აკავშირებს კოსმოპოლიტურ დედაქალაქ ტორშავნს მეორე ყველაზე ხალხმრავალ კუნძულთან და ამცირებს გზავრობის დროს საათიდან 15 წუთამდე. ფარერის კუნძულები დანიის სამეფოს ნაწილია, მაგრამ მას აქვს ფართო თვითმმართველობა. იმის გამო, რომ ფარერის კუნძულები არ არის იგივე საბაჟო ტერიტორიის ნაწილი როგორც დანია, მათ აქვს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა და შეუძლიათ დადონ სავაჭრო ხელშეკრულებების სხვადასხვა სახელმწიფოებთან. კუნძულებს აქვთ ვრცელი ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ისლანდიასთან, რომელიც ცნობილია როგორც ჰოვიკის შეთანხმება. ნორდიულ საბჭოში ისინი წარმოდგენილნი არიან დანიის დელეგაციის შემადგენლობაში. ზოგიერთ სპორტში, მაგალითად ფეხბურთში, ფარერის კუნძულები თამაშობენ
საკუთარი ეროვნული გუნდით. ისინი არ გახდნენ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ნაწილი 1973 წელს სამაგიეროდ შეინარჩუნეს ავტონომია საკუთარ თევზსაჭერ წყლებზე. შედეგად ფარერის კუნძულები დღეს არ არის ევროკავშირის ნაწილი. ფარერებს გააჩნიათ საკუთარი ავტონომიური ორგანოები პარლამენტისა და მთავრობის სახით. ფარერების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა ფარერების ადგილობრივი პარლამენტი, რომელიც ცნობილია როგორც ლოგტინგი. იგი არის ერთპალატიანი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და შედგება 33 წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 4 წლის ვადით. ლოგტინგი მიუხედავად იმისა, რომ მას მოქმედება შეჩერებული ჰქონდა 1816 და 1852 წლებში, ფლობს პრეტენზიას როგორც ერთ-ერთი უძველესი მუდმივად მოქმედი პარლამენტი მსოფლიოში. ლოგტინგი ვიკინგების ეპოქაში კუნძულების უმაღლესი ავტორიტეტი იყო. 1274 წლიდან 1816 წლამდე იგი ძირითადად ფუნქციონირებდა როგორც სასამართლო ორგანო, მაშინ როცა 1852 წელს დაარსებული თანამედროვე ლოგტინგი არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც საკანონმდებლო ძალაუფლება მოიპოვა 1948 წელს ავტონომიურ მმართველობასთან ერთად. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ტინვალთან და ისლანდიურ ალთინგთან ერთად ლოგტინგი ერთ-ერთი ვერსიით უძველეს შემორჩენილ პარლამენტთა შორის მოიხსენიება. წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად ფარერებს ყავს საკუთარი აღმასრულებელი ორგანო მთავრობის სახით. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგ იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს ფარერის პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით, უფლებამოსილია გამოვიდეს ახალი კოალიციის შექმნის ინიციატივით. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. იგი მართავს მთავრობას, რომელიც უმეტესწილად შედგება დაახლოებით 7 წევრისაგან. მინისტრების რაოდენობას და ვინაობას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. კოალიციური პარტიები ერთმანეთში იყოფენ სხვადასხვა სამინისტროებს და ამის შემდეგ პარტიები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენელს ამ სამინისტროებში. ფარერის კუნძულების უმაღლესი კომისარი არის დანიის სახელმწიფო წარმომადგენელი ფარერის კუნძულებზე. უმაღლესი კომისარი ინიშნება დანიის მონარქის მიერ. უმაღლეს კომისარს აქვს ადგილი ლოგტინგში, ასევე შესაძლებლობა ისაუბროს ლოგტინგში საერთო დანიის თუ ფარერის საკითხებზე, მაგრამ იგი არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებამოსილებით.